Фракция «Батьківщина». ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ფრაქცია ბატკივშინას თავმჯდომარის იულია ტიმოშენკოს ბრალი წარადგინა უკრაინის პარლამენტის წევრებისთვის ქთამის შეთავაზების საქმეზე. გამოძიების ვერსიით ქვეყნის ექს-პრემიერ-მინისტრი უკრაინის პარლამენტის დეპუტატებს ქთამის საანცვლოდ მოუწოდებდა კონკრეტული კანონპროექტის მხარდაჭერას ან კენჭისყრაში მის წინააღმდეგ ხმის მიცემას. ანტიკორუფციული უწყების მტკიცებით ქთამის ოდენობა დამოკიდებული იყო ხმის მიცემის ეფექტურობის მაჩვენებელზე და 2000-დან 20,000 ამერიკულ დოლარამდე მერყეობდა. ბრალის წარდგენას წინ უძღოდა 14 იანვარს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ოფისში ჩატარებული ჩხრეკა, რომელთა შორისაც იყო იულია ტიმოშენკოს ბატკივშინას ოფისიც. უწყების განცხადებით მათ ამოიღეს კონკრეტული დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ცალკეულ დეპუტატებს ჰქონდათ უკრაინის პარლამენტში საკანონმდებლო საქმიანობის კონკრეტული გრძელვადიანი ინსტრუქცია. უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს განმარტებით ერთ-ერთი ასეთი ამოღებული ჩანაწერის მიხედვით იულია ტიმოშენკომ რადას ერთ-ერთ დეპუტატს დაავალა მხარი და ეჭირა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ვასილი მალიუკის, თავდაცვის მინისტრის დენის შმიჰალისა და ციფრული ტრანსფორმაციის უწყების ხელმძღვანელის მიხაილ ფედოროვის თანამდებობებიდან გათავისუფლებას. მოგვიანებით იულია ტიმოშენკომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაადასტურა და თქვა, რომ ამას არაფერი აქვს კანონსა და სამართალთან. მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს კი აბსურდული უწოდა. უკრაინის ორგზის პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო ამ თანამდებობას 2010 წლიდან აღარ იკავებს. მისი პარტია ბატკივშინა კი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში 25 მანდატით არის წარმოდგენილი.